გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში მორიგის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პრინციპულად დააყენეს 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ქართული მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის დაკავება. საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ცხადია დადგა კვლავაც 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის გამოძიების აუცილებლობა. ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კვლავაც ძალიან პრინციპული პოზიცია უკავია. საჭიროა იმ ადამიანის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა, რომელიც არის ბრალდებულად მიჩნეული ამ საქმეში. ცხადია, ვსაუბრობ კონკრეტულ ფიგურაზე, რაშიდ კანჯიოღლიზე. როგორც კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა დე-ფაქტო სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო საქართველოს მიერ გიგა ოთხოზორიას საქმეზე გადაცემული დოკუმენტაცია. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრას დაასწრეს ეგრეთ წოდებული სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მასალები, რომელიც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა შეხვედრის წინა შეხვედრების ფარგლებში, დე-ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ ხორციელდება ამ მასალების საქმეში ჩართვა და შესაბამისად აუცილებელია ამ მასალების ხელახლა გადმოცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელიც შეეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ეგრეთ წოდებულ პატიმრობაში, ეგრეთ წოდებულ დრანდის ციხეში, ჩვენ მოვიკითხეთ მათი ბედი, განსაკუთრებით დაინტერესებულები ვართ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, იმიტომ რომ ზოგადად ბევრ საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იყო გიდასტურებთ გიორგი ლუკავას თემა, თუმცა სხვა საქართველოს მოქალაქეების ბედსაც შევეხეთ. გარკვეულწილად ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ უმოკლეს ვადაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში მორიგის შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.